მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ისე Assassin's Creed Odyssey-ას თამაშს და ახლა ჩემი მთავარი მიზანი არის რომ ავწიო რანგი მოთამაშის დონე მერვემდე, რათა მთავარი მისიისთვის Odyssey-ასთვის იყოს შესაბამის დონეზე. Odyssey-ას ჭირდება მე-10 რანგი, მაგრამ მერვეც მეყოფა, ასე ვთქვათ, გავართო თავი ამ მისიას და ამიტომ გადავწყვეტი ახლა რუკაზე ასეთ პატარ-პატარა მისიების შესრულება, რომლებიც კითხვის ნიშნებით ჩანს, რათა რაღაც გავაუმჯობესო აღჭურვილობა, იარაღები ვნახო რაიმე ახალი და რანგიც ავწიო მერვემდე. ახლა ეს ერთი შევასრულეთ, გავიდეთ ახლა მეორე ახლომდებარე კითხვის ნიშანს ვნახოთ. აპოლონის ტაძარი, ტაძრის ნანგრევები. აპოლონის ტაძრის ნანგრევებში აქ იცავენ მას. საკუთარ ბევრი არიან და თვალს დავამარცხებთ. შეიძლება რანგი ვერ ავწიოთ, მაგრამ დიდი ქულა მოგვემატება და ახლოს ვიქნებით რანგის მომატებასა და დაამჭრეს ისე რომ შეიძლება მომკლან კიდევაც მოაწყო. ერთი შეხება და всё. აბა ნახოთ თუ გადავჩები. всё, თხილად უნდა ვიყო. ნელა ეტაპობრივად გელი გამაკვდა ახლა. გელიც მოვიდა. თხილად ზოგს გემი არ მგელი მოვიცილე. დარჩა 2 მებრძოლი კიდევ. ეს ბელადია მათი მეთაური. ყვითლად არის მისი დონე მონიშნული, რაც ნიშნავს, რომ შედარებით ძლიერი მოწინააღმდეგეა და სავარაუდოდ ასეთები არიან მეთაურები. ამათ ასე ვთქვათ, პატარა ბანაკი იყო და ერთი მეთაური ყავდა. ზოგჯერ არის ძალიან დიდი ბანაკი არის და 3 მეთაურიც კი ყავთ ხოლმე ზოგჯერ. აბა ნახოთ რა გვაქვს. მეთაური მოვიცილეთ და რაღაც სკივი აგერ არის და რაღაც ის ფილაც კიდე აგერ არის. და ეს ტაძრის მისიაც შესრულებული იქნება. ძალიან კარგი. ახლა კიდევ სად უნდა წავიდეთ? რანგის მოსამატებლად ცოტაღა დაგვჭა. აქ ვერ მივალთ ეს. სპარტელების ბანაკია და იქ სავარაუდოდ არის კასანდრას მამა მგელი. რომელსაც ნიკოლასი ქვია. და იქ მთავარი მისიის შესრულების დროს მოხვდებით იმ დიდ ბანაკში და ჯობია აგერ აქ რა გვაქვს. ეს კითხვის ნიშანი ქვევით რატომ არის? ჩავყვინთოთ ალბათ. ხო, აი ხუიმე ყოფილა. გამოქვაბული. ვინც უყურებს ჩემ ვიდეოებს YouTube-ზე, შეიძლება ზოგისთვის ეს მოსაწყენი იყოს, იმიტომ რომ მე მიყვარს მშვიდად თამაში. არ მიყვარს ხოლმე ახლა ზოგიერთი მოთამაშე უყურებთ. იგინება, ილანძღება და რა ვიცი, ემოციებში და მართლა არ მესმის ახლა რატომ უნდა იგინებოდე თამაშის დროს. რა არის საგინებელი? თამაშია და ამას უყურებენ ბავშვები, ძირითადად თამაშებს ხო ბავშვები უყურებენ და შეიძლება მოზარდების და დასრულებით, მაგრამ გინება რა არის? რატომ უნდა იგინებოდე თამაშის დროს? მე არ ვიცი.
არც კულტურა არის, ელემენტარული ზრდილობაც არის, პატივი და ნაცემ აყურებელს და არავის არ გამიჩი. ზოგს ესეც მოსწონს, ანუ გინება რო არის თამაშის დროს ეს მოწონს ზოგს და იმას თავის მაყურებელი ყავს, მაგრამ ჩემ თამაშებში ასე არ იქნება. თამაშობ უბრალოდ ჩემი მიზანი თან თამაშზე უფრო მეტად ის არის, რომ გაგაცნოთ შინაარსი. Assassin's Creed Odyssey-ს შინაარსი, იდეა, ანუ როგორ ვითარდება ეს სიუჟეტი. რა არის მთავარი, ვინ არის კასანდრა, ვინ არის მამამისი, რას ეძებს, რა მიზანი აქვს და საერთოდ ყველაფერი თარგმნის ყველაფერს ქართულად. სუბტიტრებს ვატებ ყველაფერს ქართულად, თუ რამეს იტყვის კასანდრა, რა დიალოგიც არსებობს, თუ რამე ხდება, მისიებსაც, მისიის დასახელებას და სახელწოდებასაც ქართულად თარგმნი და მიზანი ჩემი ის არის, რომ ვისაც უყვარს Assassin's Creed-ი, იცოდეს რატომ იწყება ოდისეიდან ყველაფერი. Assassin's Creed Odyssey არის ქრონოლოგიურად პირველი, რაც უნდა ითამაშო. აქედან უნდა დაიწყო ყველა Assassin's Creed-ის თამაშებიდან, აქედან იწყება ყველაფერი, ოდისეიდან. და აი ამას ვთარგმნი ქართულად რატომ არის? რატომ არის ასე? მეც მითამაშია ახლა მაგალითად Assassin's Creed Black Flag, ძალიან მომწონს, ძალიან მაგარი თამაშია. ძალიან საინტერესოა. Assassin's Creed Origins-იც მითამაშია. Assassin's Creed Valhalla-ც მითამაშია. თუმცა უნდა ვაღიარო მითამაშია როგორც მართლა თამაში. ანუ რა ხდებოდა იმ თამაშებში, რა აზრია ჩადებული, რატო თამაშობდი? ეს დღემდე არ ვიცი, ანუ მე თვითონ ჩაუჯექი, ახლა ოდისეაც დანახული მაქვს და მე თვითონ ჩაუჯექი, რომ თარგმნო ახლა ეს თითოეული ნაწილი. რა თქმა უნდა, სანამ Assassin's Creed Odyssey-ს დავამთავრებ წესით შემდეგ მერე უნდა ითამაშო Assassin's Creed Origins-ი. მე სანამ ამას მთლიანად გადავთარგმნი Assassin's Creed Odyssey-ს და სანამ მე გადავალ Origins-ზე, ძალიან დიდი დრო გავა და ბევრი შრომა დაჭირდება ამას. თუმცა მივყვები ნელ-ნელა. ჩემი მიზანი იყო კვირაში 1 ან მაქსიმუმ 2 ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ ცოტა ტემპს გავუსწარი და მეტი გამომდის, მეტი ვიდეოს ვწერ და მე თვითონ ჩაუჯექი, ახლა მაინტერესებს, მართლა ისე განვითარდა უკვე. მე თვითონ შევედი ეშხში და აზარჩი, რა ხდება ამ თამაში, როგორ ვითარდება ყველაფერი. მანამდე რაც ვითამაშე, უბრალოდ გავიარე, თამაშობდი ერთ კაცს, რომელიც დარბის, დახტუნავს, ძლიერდება, დაამარცხა ყველა და დამთავრდა თამაში. მაგრამ შინაარსი რა იყო ამ ყველაფრის რა, როგორ განვითარდა. აი პირველივე ვიდეოდან მე დანომრილი მაქვს ჩემი ვიდეოები, შეგიძლიათ შეუდგეთ ყურებას და თქვენც ყველაფერს ამომწურავად მიხვდებით ამ თამაშის შინაარსს, როგორ იწყება და როგორ ვითარდება და მე გზადაგზა მე კიდე დავდებ ვიდეოებს და გაყვებით ამ თავარ შინაარსს. ანუ თავარი ის არის, რომ მოხდა 300 სპარტელის ბრძოლა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 480 წელს, 400 ან 91 ან 80 წელს და იმ ბრძოლაში მეფე ლეონიდასმა იქ დამარცხდნენ სპარტელები და მეფე ლეონიდასმა დაკარგა თავისი შუბი. დაკარგა კი არა, დაიმტვრა ის შუბი 6 ნაწილად. ერთი ნაწილი უკვე ნაპოვნია იმ შუბიდან და დანარჩენი 5 ნაწილია საპოვნელი, რომ შეიკრას ეს შუბი ისევ და ერთი მთლიანი გახდეს. ამ ყველაფერს სინამდვილეში აწმყო დროდან
ლეილა ხასანი, მოწყობილობა ანიმუსის მეშვეობით. ასე ვთქვათ, წვება როგორც სოლარიუმში, ქალი, ოღონდ ის სხვა მოწყობილობა არის. წვება ამ ანიმუსში და იგებს სწორედ აი ამ კასანდრას მეხსიერებას. და ისე თამაშობს თითქოს ის არის. სინამდვილეში ეს არის ლეილა ხასანი, რომელიც არის აწყო დროდან წარსულში გადასული. და ამას თამაშობთ ახლა ჩვენ. ეძებს არტეფაქტებს ლეილა ხასანი, აინტერესებს სად დაიკარგა, სად დავარდა ეს ყველაფერი, რომ მე აწყო დროში იპოვოს ეს დაკარგული არტეფაქტები. სწორედ ამას თამაშობ და აქედან იწყება ოდისეიდან ყველაფერი. და რატომ მაინც ოდისეიდან? იმიტომ რომ ყველაზე ძველი არის. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 430 წელს ხდება ახლა ეს თამაში, რასაც ვთამაშობთ. და აქ ასასინები არ არიან. წინა ვიდეოებშიც მithქვამს, ასასინები არ არიან, მაგრამ ამ თამაშში ჩანს რატომ ჩდებიან შემდეგ ასასინები. რისთვის? მოკლედ გეტყვით, რომ აი ეს არტეფაქტები, რომლებიც ძველი ცივილიზაციის შექმნილია, ისუები ესენი არიან ადამიანებისთვის ღმერთებს წარმოადგენენ, ღმერთებს ეძახიან და სახელებით ასე ვთქვათ, ქვიათ ზევსი, ოდინი, ოდისევსი და ასე შემდეგ. და მათი შექმნილი არის ეს არტეფაქტები ზოგიერთი ეს მათი ტექნოლოგია არის უფრო განვითარებულები იყვნენ და არსებობდნენ უფრო ადრე ვიდრე ადამიანები და ადამიანებისთვის ეს არის რაღაცა ზე წარმოუდგენელი, მათ ისინი ვერ ქმნიან ამ ყველაფერს და უძახიან ღმერთებს. და მათი შექმნილი იარაღები, აღჭურვილობა და ეს ტექნოლოგიები ადამიანებს უნდათ იმისთვის, რომ რაღაცნაირად სხვებზე კონტროლი მოახდინონ, აკონტროლონ სხვები, მართონ სხვები და არიან მათი მოწინააღმდეგეები და სწორედ ისინი არიან ასასინები, ვინც წინააღმდეგობას უწევენ. მაგრამ აი ეს ოდისეა, Assassin's Creed ოდისეაში კასანდრა არც ერთის მხარეს არ იკავებს, არც ასასინების და არც იმ ხალხის, ვისაც უნდა კონტროლი. აქ ახლა გადავეყარეთ ჩვენ დაქირავებულ მკვლელს, რომელიც დაგძდევს და მრისხანე კლოტო ქვია სახელად. აქ უნარი უნდა ავიმატო რაღაც, მაგრამ არაფერი არ მომწონს, არც ერთი არ არის ისეთი მე რომ მინდა. თუმცა აი ამას დავიმატებ, ამ ეტაპზე ცუდი არ არის. ხარის გარბენი ქვია ამ უნარს და ხარივით ეჯახები. თუმცა მომავალში შევცვლი ამას, მაგრამ ამ ეტაპზე იყოს ახლა ეს და კიდე ერთი რაღაცის დამატება შემიძლია და არ ვიცი რა დავიმატო. რა ვერაფერი, აი ეს იყოს. არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ გზას გამიხსნის სხვა უნარებისკენ. და მოდი ახლა შევებრძოლოთ ამ დაქირავებულ მკვლელს და მერე გავაგზავნოთ ხრობას. ამას უკანიდან მივეპარებით და დიდ დარტყმასაც მივაყენებთ. აი ესე ძალიან კარგი საკმაოდ დიდი სიცოცხლე მოაკვდა. ეს მართლა მრისხანე ყოფილა. აი ეს არის ხარის გარბენი. ეს ციხლის ყრა ამ ხელა ნაჯახია. ვიცილეთ, შვენიერია. ეს აცილება არის ძალიან მაგარი თუ ზუსტად იმ დროს გააკეთებ, როცა საჭიროა, აი ზუსტად წამებში. წამის მიასედებში უნდა აიცილო დარტყმა, რომ შენელდეს კადრი და შენ შეიძლება დარტყმების განხორციელებას და ის შენელებული იქნება მოწინააღმდეგე. ამას აღარ დარჩა ბევრი სიცოცხლე, 1-2 დარტყმა და ეგ არის. ეს არ იყო. მოდი ახლა შეკიდე. ეს მოვჭ.
რისხანე კლოტო დამარცხებული. ამას ვამბობდი, ახლა ვიღაცა მოთამაშე ამ დროს იგინება, მოდი აქ და ასე შემიასე. აი რატო რა მოხდა ახლა ვითამაშე დავამარცხე მოწინააღმდეგე რა არის აქ საჩხუბარი და საგინებელი. ამასობაში მე 7 რანგზეც ასულები ვართ, კიდე მინდა მერვე რანგზე ასვლა, რომ გავაგრძელო თავარი ოდისეა. და შეჩერებული ვიყავი ისვების ტექნოლოგიებზე საუბრობდი. ისვების ტექნოლოგიები უნდათ რომ ჩაიგდონ ხელში მართველებმა, სხვადასხვა თანამდებობის პირებმა, მოკლედ ბოროტმა ხალხმა, მაგრამ ასასინები პირიქით, იმიტომ ეძებენ ამ არტეფაქტებს და ამ ტექნოლოგიებს, რომ იმათ არ ჩაუვარდეთ ხელში. ხოლო აი ეს მოთამაშე კასანდრა ახავის ვინც მთავარ როლშია ოდისეაში ეძებს ამ არტეფაქტებს და აგროვებს იმისთვის, რომ არავის არ ჩაუვარდეს ხელში. დაიწყოს უბრალოდ და არავის არ გონდეს. აი ოდისეას შემდეგ სხვა თამაშებში მაგალითად ოდისეას შემდეგ უნდა ითამაშო Assassin's Creed Origins-ი და იქ მოთამაშე პერსონაჟი მთავარი, რომელსაც ბაიეკი ქვია, ეგვიპტელი ბაიეკი. აი ის არის სწორედ პირველი ასასინი. რასაც ქვია ასასინი, სწორედ ის არის პირველი. ამას ციხრიკურად ესე გაფრინდა. ის არის სწორედ პირველი ასასინი ბაიეკი და იქიდან ჩნდებიან უკვე ის აფუძნებს ასასინების ორდენს და მე მის იდეას უკვე სხვები მიყვებიან. ამიტომ არის საინტერესო ქრონოლოგია, ისტორია. და როცა მე ამას გავეცანი და ამას ეს გამოვიკვლია და გავიგე, ჩემთვის მერე უფრო საინტერესო გახდა Assassin's Creed-ი. როცა მივხვდი რომელია პირველი, რომელია მე თუ არა, სულ პირველად მე მაგალითად ვითამაშე Assassin's Creed Black Flag. ძალიან მაგარი თამაშია, ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, რაც თავარია, ის ძალიან მოწონს მრავალფეროვნება. ყველგან თამაშობ. ზღვაში, ხმელეთზეც, თევზს დაობ, იქ ვეშაპს იჭერს, ვიგენს. ნადირობ კიდევაც, ხო, ნიანგი შეგიძლია მოინადირო, მაიმუნი, ვეფხვი, პანტერა. ბუნებაც იცვლება, ხან ჯუნგლებში ხარ, ხან კუნძულზე ხარ და მოკლედ ძალიან მრავალფეროვანია. გემი ხო საერთოდ, გემს აძლიერებ, ზარბაზნებს, გემის კიჩოს, აფრები. ძალიან მაგარი თამაში, აი ცალკე რო ითამაშო არ მოგწყინდება, მართლა მაგარი თამაშია. მაგრამ დღემდე არ ვიცი ისტორია ამ თამაშის, ანუ თავიდან რო იწყება ეს თამაში, ბოლოში რო ხურავ, როგორ დაიხურა, რა მოხდა მთელი თამაშის განმავლობაში, ისტორია. როგორ განვითარდა სიუჟეტი. სამწუხაროდ არ ვიცი. დახურული მაქვს არაერთხელ თან ერთხელ ორჯერ და რა ვიცი რამ ძალიან ბევრჯერ, მაგრამ თავარი რა იყო ამ თამაშის იდეა და აზრი არ ვიცი. დასახული მაქვს მიზნად რომ მივიდე იქამდე, მაგრამ ძალიან შორს იქნება ეს ყველაფერი. თან ამასთანავე Assassin's Creed Odyssey-ს დაიწყებ, ამით იწყება. მაგრამ Assassin's Creed-ს აქვს ბევრი ისეთი თამაში, რომელიც ასე თქო თავარი არ არის. ანუ თავარ სიუჟეტს არ მიყვება. მაგალითად Assassin's Creed Odyssey არის პირველი, რომელიც უნდა დაიწყო, მისი გაგრძელება არის Assassin's Creed Origins-ი, შემდეგ არის Assassin's Creed Valhalla და ცოტა შემდეგ წვეტა არის და უფრო ახლოს ჩვენს დროსთან უკვე Assassin's Creed Black Flag უნდა ითამაშო, იმიტომ რომ ესეც არის გაგრძელება. მაგრამ არის ისეთი Assassin's Creed-ები, რომელიც არაფერი არ გრძელდება, უბრალოდ ერთი თამაშია. ამოვარდნილია რა,
ასე ვთქვათ, მთავარი შინაარსიდან. ერთ-ერთი ასეთი მაგალითად გეტყვით. Assassin's Creed Unity. არის ასეთი თამაში, Assassin's Creed-ის სახელი Assassin's Creed ქვია, მაგრამ თავარ სიუჟეტს არ მიყვება. ანუ რომ გამოტოვო ეს თამაში და არ ითამაშო, თავარ შინაარსს გაიგებ, მაინც, იმიტომ რომ ის ამ შინაარსთან კავშირში არ არის. უბრალოდ რაღაც მოკლე ტერიტორიას ეხება, პატარა ტერიტორიას და იმ ტერიტორიაზე მოხდა რაღაც ამბავს. მაგრამ თავარი რაც არის, ანუ ეს არტეფაქტები, ეს ისუების ტექნოლოგია და აი იმასთან კავშირში არ არის. კიდე არის ასეთი Assassin's Creed სინდიკატები, მაგალითად. ან Assassin's Creed Liberation, სადაც ქალი არის პერსონაჟი. არის კიდე Assassin's Creed Freedom Cry. იქ საერთოდ აი Freedom Cry უფრო Assassin's Creed Black Flag-ის გაგრძელებაც არ ქვია. ანუ Assassin's Creed Black Flag-ში გემის კაპიტანს ედვარდს გვერდზე ყავს დამხმარე, რომელიც არის შავკანიანი. აი Freedom Cry-ში სწორედ ის შავკანიანი არის თავარ როლში შემდეგ. ის არის იმას ცალკე გემი ყავს. მისი მთავარი მიზანი არის მონების გათავისუფლება. ეხმარება მონებს, რომ მოიპოვონ თავისუფლება. აი არის ასეთი Assassin's Creed-ები, რომელიც თავარ სიუჟეტს არ მიყვებიან და უბრალოდ ცალკე თამაშია. და ცალკე ითამაშებ რაღაცას გახვალ ბოლოში და დამთავრდა არაფერ კავშირში არ არის თავარ შინაარსთან. ამიტომ შეგიძლია ასეთები გამოტოვო და მე ვაპირებ მაგალითად გავყვევ თავარ სიუჟეტს, თავარ შინაარსს და შემდეგ როცა ამას ამოვწურო, მე შეიძლება აი ეს Assassin's Creed-ებიც იყოს განვიხილო, რომლებიც ცალკე არის უბრალოდ გამოუშვა Ubisoft-მა ეს თამაშები. რატომაც არა. მაგრამ თავარი შინაარსი ჯერ თავარ შინაარსს მივხედა. ეს ახლა დაახლოებით ეს არის უკვე მე-15 ვიდეო, რომელსაც ვწერ და სხვა ვიდეოებთან შედარებით გრძელი არის. მანამდე წერდი 15 წუთიან ვიდეოებს და ასე შემდეგ. და რატო შევცვალე? იმ ვიდეოებში ბევრი დიალოგები არის და კარგად უნდა ყურადღების მიქცევა და დევნება და ძალიან დიდი ვიდეო რო დავდო შეიძლება იმეს გაუჭირდეს. და ამ ვიდეოში ახლა დიალოგები არ არის, აქ უბრალოდ ყვები ისტორიას და თან ამ ისტორიების ფონზე დამთამაშობ, თან ისტორიებს ყვები და თან ვცდილობ რანგის აწევას, რომ მიუბრუნდე თავარ მისიას შენ, დაუბრუნდე ოდისეაში. აქ ცოტა დაგვრჩა ამ ბანაკს რომ დავიპყრო, მერე წავალ თავარ მისიის რაღაც ნაწილს შევასრულებ. ამ ეტაპზე მონიშნული მაქვს 20 ათენელი ჯარისკაცის მოკლა. ესენი ათენელები არიან ახლა ვისაც ვებზე. ანუ მათ იცნობ ცისფერი სამოსლით. აი ეს 12 8 დამჭა კიდე 8 ათენელი ჯარისკაცის მოკლა, რომ თავარი ოდისეას ერთი ნაწილი შესრულდეს. სამ ნაწილად არის გაყოფილი ახლა ეს მისია და ერთ-ერთი 20 ჯარისკაცის მოკლა არის, ესეც მე-13. და ბანაკიც დაპყრობილია, ბანაკიც. ძალიან კარგი. მე-7 დონის რაღაც იარაღიც ავიღეთ. აი, სამ ნაწილად არის აქ დაყოფილი
მოდი ახლა წავალ ყველაზე შორიდან დავიწყებ. ეს კითხვის ნიშანიც არის, მაგრამ იქ არის ეს წითლად ეს რაღაც ხურჯინი, რომელიც არის აქ არის ის პიროვნება, ვინც დაიქირავა შენს მოსაკლავად მკვლელი. ეს სწორედ იქ არის ის პიროვნება და თუ მას მოკლავ, შემდეგ შეიძლება ჩამოგშორდეს დაქირავებული მკვლელი. გააჩნია რამდენი აქვს გადახდილი. თუ ცოტა აქვს გადახდილი, ეს გაწითლებული, რომელიც მარჯვენა კუთხეში ახლა ერთი წითელი მუზარადი არის, ხო? თუ ბევრი გადაიხადა, ბევრი მოაკვდება ეს წითელი ხაზი. თუ ცოტა გადაიხადა, ცოტა მოაკვდება და შეიძლება მაინც დარჩეს გაწითლებული მუზარადი. ნუ ამ მომენტში ერთი დაქირავებული მკვლელი დაგვწევს. თუმცა ჯერ არ შეგვედრია. ესეთი საინტერესო არის მეგობრებო, ვისაც გაინტერესებთ ამ თამაშების შინაარსი. მე არ ვიწოდებ თავს თამაშით, რომ მაგრად თამაშობ და ასე შემდეგ. მე შემხდენ სხვა მოთამაშეების ვიდეოები და მართლა არ ვიცოდი თუ ამდენი ვიდეო იყო ქართული. უბრალოდ უწერიათ რომ ქართულად, მაგრამ ვერ ჩავხდი არაფერი ქართული იქ არ ყოფილა, თამაშობს და მეტი არაფერი და მაინტერესებდა რაღაც იქნება მეთქი უკეთესად აკეთებს რაღაცას და გაუმჯობესების მიზნით ჩავხდი ქართულად. Assassin's Creed Odyssey ქართულად წერია. ჩავხდი რომ მაინტერესებდა მეთქი რაღაც იქნება კარგი იდეა ავიღო მეთქი და არაფერი ქართულად. არც კი საუბრობს ადამიანი. მარტო სახელი აქვს უბრალოდ Assassin's Creed Odyssey ქართულად. ნუ მეტი არაფერი. უყურებ როგორ თამაშობს. მე კიდე ამ თამაშის დროს მოსაწყენი რო არ იყოს, აი რაღაც მინდა ისტორიები მოუყვე. მაგრამ ყველაფერი Assassin's Creed Odyssey-ს ირგვლივ. აი ეგ მივედი ახლა მე ამ ბანაკთან, სადაც ჩემი თავარი მისია უნდა გაგრძელდეს და ის დამქირავებელიც იქ არის და შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ როგორ ხდება ამ ბანაკის დაპყრობა და როგორ გავაგრძელებ ოდისეას.